ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ზამთრის სესიის გახსნით სხდომაზე ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების არ მინიჭების საკითხი დღის წესრიგში დადგა. სარჩელის ავტორის ევროპის სახალხო პარტიის წევრის ბორიანა აბერგის თქმით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და საქართველოში დემოკრატიული წესრიგის ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს. დეპუტატის წინადადებას მხარი დაუჭირა ასამბლეის სულ მცირე 30 წევრმა, რომლებიც, როგორც რეგლამენტი მოითხოვს, 5 სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციას წარმოადგენენ. ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თქვამია, რომ საკითხი დებატების გარეშე გადაეცა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს, რომელიც მას 29 იანვარს განიხილავს. განცხადებაში ასევე წერია, რომ ქართული დელეგაციის წევრებს კვლავ შეუძლიათ დაესწრონ ასამბლეის სხდომებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ ჩაერთვებიან უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებულ კენჭისყრაში. Georgian parliament is one-party parliament with only Georgian dream in it. საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, მხოლოდ ქართული ოცნებით. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში, ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს გაიხსნა სამოოპოზიციურმა კოალიციამ, კოალიციად ცვლილებისთვის, ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ და ძლიერმა საქართველომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა არ დაედასტურებინათ ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ასამბლეას ასევე მიმართა პარტიამ გახარია საქართველოსთვის.